ფასანაური რუსთაველის ქუჩა ბაღ რესტორანი. არის ფიქრობთ რომ ბარ რესტორანია. ბაღ რესტორანი, ანუ გარდენ რესტორანია ფასანაური. და ესეთი პატარა კოხტა შენობა ძალიან სიმპათიურად გამოიყურება. სასტუმრო მეგონა, მაგრამ არა, ეს არის რესტორანი და ჩვენ ახლა შევდივართ ამ რესტორანში და რა თქმა უნდა სამზარეულოშიც. სამზარეულო გამჭირვალეა, აქედანაც ჩანს როგორ ხდება კერძების მომზადება და როგორ მუშაობს ახლა მადონა კოიძე სამზარეულოში და ამას თქვენ რა თქმა უნდა სრულად ნახავთ. მე კი მაინტერესებს დარბაზი და აგერ შევდივარ დარბაზ მეორე სართულზე დავათვალიერებთ, მაგრამ მანამდე აგერ ვხედავ სველი წერტილებია და მოდით შევიხედოთ. ძალიან სასიამოვნო საპირფარეშოა, სუფთა, ახალია, ჯერ არ არის სანათები დამაგრებული, მაგრამ იმედია იქნება, ხო, უნდა კი მივხვდი რომ ახალი დამთავრებულია რემონტი და ახალი ნიჟარებია, სუფთა არის თხევადი საპონი, არის ხელსახოცები, ჯერ არ არის აი სპეციალური საკიდები შეიძლება და ალბათ დაამატებენ, მაგრამ უკვე ჩანს რომ სრულიად ახალი კაფელი და მეთლახია ყველგან. ნახეთ როგორი ტუალეტებია, ძალიან სუფთა და სასიამოვნო. უბრალოდ რატო არ არის აქ კარი ვერ მივხვდი, იმიტომ რომ კარიც იქნება, გასაგებია, თორემ მე ვიფიქრე რომ ეს რაღაც ესეთი საერთო კომუნიკაცია რომ უნდა გქონდეს ერთი მეორეს რო გადასძახეს, აბა რა შვები, შენ რა შვები? მაგრამ უნდა აკეთო ეხლა საპირფარეშოში, მაგრამ რა თქმა უნდა, კარი იქნება. ეს ალბათ გათბობისთვისაც არის და ძალიან კარგია. ყველაფერი ნაგვის ურნები მომწოს. ყველაფერი არის სუფთა, ლამაზად მოწესრიგებული და გამოვდივარ თუ არა და რას ვხედავ? ბუდეს, აქ მეცხრები მოდიან თქვენთან? და ცხოვრობენ? ჭურჭლისარეცხი სივრცე არის, მაგრამ აი ამას ვერ ხვდები. აი ამას ერთადერთი რასაც არ ვეთანხმები და ვერასდროს ვერ დავეთანხმები, ეს არის მაცივარი რატო უნდა იყოს, მით უმეტესი ვიწროვი არ არის. აქ ნახევარფაბრიკატებია გამზადებული უკვე და სისუფთავე ნამდვილად არის. ჭურჭლის სამრეცხაოა და ძალიან ცუდია რომ ჭურჭლის სამრეცხაოში აქვს მაცივარი. მივცემ რეკომენდაციას რომ გაიტანონ, მით უმეტეს ტერიტორია ხელს ნამდვილად უწყობს, ყველაფერი აბსოლუტურად სუნთქავს სისუფთავეთი, სისუფთავის სუნი არის ობიექტზე. აი ძალიან მოწესრიგებულია ყველაფერი, კუნძი მარილით არის მოფენილი, გამიხარდა სტიკერი იქნებოდა, მაგრამ არა. სტიკერი არ არის, ხაღალდია. და აი ძალიან არ მომწონს, როდესაც აი ასე ვარდება და მით უმეტეს, როდესაც არაჰერმეტულად არის შეკრული, აი ეს პარკები ძალიან მარტივად იხევა, თევზის მაცივარია, პორციებად არის დაწყობილი და 15.09 წერია, მაგრამ 15.09 წელიწადიც უნდა, იმიტომ რომ ძალიან ძველი სტიკერებია და ეს ნამდვილად არ არის, ახლა სექტემბრის სტიკერი, ეს უფრო ბევრად ძველი სტიკერები აუცილებლად უნდა იყოს, რომ ვადების კონტროლი მოხდეს. ხორცი გაქვთ ძალიან ახალი და არაჩვეულებრივი, ეს არის საქონელი, ის არის ღორი, ღორი ბევრად უფრო სწრაფად იცვლის ფერს და ხორცს აქ რამდენი დღე შენახვის ვადა? კანონის მიხედვით. გავყინავთ? ხო. ალბათ 3-4 დღე. 48 საათი, ეს არის 2 დღე, 48 საათი. შემდეგ უკვე 45 საათი, 46 საათი რო იქნება, უკვე ხორცი ჩვენ უნდა ჩავყინოთ და შემდეგ გავაგრძელოთ უკვე დავასტიკეროთ და გავაგრძელოთ მისი მოხმარება. აქედან გამომდინარე მაშინ ის ვადაგასვით. ეს რატოა მაცივარში? აი ეს რა? მაცივარში და დღის ბოლოს მერე უკვე ვეწყავ. დღის ბოლოს ეს როდის ჩამოვქვით? ამდილი. არა. ნახეთ. ნამდვილად. აი თქვენ თუ შეხედეთ როგორ აქ ფერნაცვლელი და გაშავებული, აი ეს ამდილანდელი არ არის. აი ნახეთ, აი ეს შავი ნაწილაკები, აი ეს რო არის გაშავებული ხორცი, აი ჩახედეთ, ამოდით აქ გვერდიდან გაიმასვრეთ. ხო, აი თქვენ თუ ხედავთ, რომ აი შავი ნაწილაკები, აი ეს გამხმარი რო არის, ეს ვერ გახმება დილიდან აქამდე ვერ გახმებოდა. ყოველ სალამოს რეცხავ. მიაქციეთ ყურადღება, ესე იგი არ ეცხავენ. თქვენ კი შეიძლება გაიცით განკარგულება, მაგრამ ფაქტი სახეზია. იატაკი იდეალურია და მისი რეცხვა დეზინფექცია ძალიან მარტივია. კედლები გაპრიალებულია, აი ესეთი უჟანგავი კაუჭები უნდა იყოს, ზუსტად ხორცი რომ არ დააბინძურონ, ესეც ძალიან კარგი არის. მაგიდებიც უჟანგავია და მაგიდებიც მომწონს. ერთი თხოვნა მაქვს, მაგიდაზე სადაც ღია პროცესი მიმდინარეობს და საჭმლის კეთება მიმდინარეობს, კერძების კეთება ეს ზედმეტი ნივთები არ დავდოთ,
აბსოლუტურად არაფერი, იმიტომ რომ მაგიდა სუფთაა და რვეული გინდა არ გინდა გეთახმებით. მე ვერ გაგიმეტეთ, თქვენ თვითონ თქვით. ნახეთ, აი აქ დასუფთავებული ინვენტარია და ამას შეხედეთ. სტუმრები აქ არ გჭირდება. და აუცილებლად, ნახეთ, ბევრად მარტივია მოვლა. ეხლა მე დამლაგებლის მესმის შეიძლება აი აქ ხელის მოკიდება ეშინოდეს, ამიტომ ხუფები გაუკეთოთ და აი ეს აბლაბუდებიც იქ არ იქნება. ამ დღეებში გაარემონტებთ კედლებს? მე როდის ჩამოვიდე? როდის პატიჟებთ გახსნაზე? როდის და ახალწლამდე აუცილებლად უნდა გარემონტდეს. ეხლაც გიორგობა რო იყო, ვერ მოიცალა ხელოსანმა და ახალწლამდე ჩამოვიდეთ. მოდით მაინც ვნახოთ ახლა დარბაზი ამ ბაღ რესტორნის. ბაღი სად არის? ბაღი ვერ ვიპოვეთ. უკან ყოფილა ბაღი, მაგრამ ჯერ დარბაზი. ძალიან სასიამოვნო დარბაზია. ყველაფერი ახალია, ეთყობა რომ ახალი გახსნილია. ნახეთ, როგორი ახალი ავეჯია და როგორი სუფთა. ნახეთ, სკამები. მე მგონი ჯერ არავინ არ უჯდა რა ამ სკამებზე. ჭურჭელი ულამაზესი, რუხ ფერებში გადაწყვეტილი, ხელოვნური ყვავილები. ყველაფერი მომწონს. მე არ ვიცი კავბოის ქუდი რატო არის აქ, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ ქართულ ტრადიციებშია შესრულებული. აი ესეთი სტილისტიკაა, ქართული მეომრის აბჯარი, თოფი, ხანჯალი, რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესოა და სად მოიპოვეს და აქ ნახეთ რამხელა ყანწებია. ყველაფერი ძალიან ლამაზად არის შესრულებული ხეში, აი მინდა რომ ავხედოთ და ნახეთ იქ ხალიჩაც კი არის. აი და ფრინველი არ ვიცი ხოხობია თუ რა არის, მაგრამ ნახეთ ყველაფერი ძალიან ლამაზად არის სტილისტურად შესრულებული. ძალიან მომწონს. აგერ არის, აი ნახეთ. ფქვილი, კი ბატონო. თავდახურულია რომ არ დაისვაროს და თავის მოცომვას ელოდება. ეს არის ფქვილი ჩაყრილი ხინკლის ცომისთვის. კედლები კიდევ აღიარებ რომ ძალიან სუფთა და მოწესრიგებულია. იატაკები სუფთა არის. ნიგოზი, წიწიბურა, პარკები, ქაღალდები. აი ეს კიდე ეს რაღაც სანელებლები, ყველა მოდით შევთანხმდეთ, რომ როგორც აქა გაქვთ დალაგებული, ისე დავალაგოთ ყველაფერი. ჩაწიკწიკებული ყველაფერი, აბსოლუტურად ნახევარფაბრიკატების სწრაფად, რომ პორციებად დანაწილებული სწრაფად, რომ მოემსახურონ. აქ კი არის ყველა, ნახეთ, თითო-თითო ცალ-ცალკე კერძებად დაყოფილი, მაგრამ კერძებად მეგრე კონტეინერშია ჩადებული ზუსტად აი იმიტომ რომ ეს პარკები ძალიან მარტივად იხევა და ერთმანეთი რო არ დააბინძუროს და შერევაში რო არ მოხდეს აი სწორია კონტეინერში უნდა იყოს ასე არ უნდა იდოს ასე კი ეს არასწორია აი ასე სწორია კარგი მაცივრებია სადაც ტემპერატურული რეჟიმი არის დაცული და კონტროლდება კედლებზე ვთქვი აბლაბუდებს ვერ უყურებს საერთოდ გამწოვი მარტო ამას არ უნდა გაწმენდა აგრია პროცესი მიმდინარეობს. არა, ჩემო ძირფას. აბა შეიხედეთ. აი ნახეთ. აი საიდან აქედან დაეცემა. კონდენსატი თუ აქედან ნიშნულობა ხო არა აქვს. აქ რო გაპრიალებული გაქვთ ყველაფერი. აი იქაც უნდა გააპრიალოთ, ხო? მით უმეტეს სანამდე ხელი წვდება. მანამდე მაინც. იმიტომ რომ აი ამ სისუფთავეს ის გამწოვი არ ეკადრება. და რაც მიხარია, საცერი ვიპოვე, საცერია ფქვილში. და აი აქ იმის რისკი რომ ტომრის ისინი რა ქვია, რაღაც ბეწვები და რაღაცაები, აი ძაფები და რაღაცაები ხინკალში არ შეყვებათ. ეს მაცივარი ვის ეკუთვნის? აი იქ რო გამაფუჭეთ და იქ რო კარგი ის დამახვედრეთ ქულერი ამა რა დააშავა ამან რა დააშავა აი მე რას გავ აი ნახეთ აი ეს რო დინდელია დილამდეა არა ამ დილას შევანდილეთ არა ფერი ნაცვლელი აქვს ნახეთ დილიდან აქამდე ფერს ხორცი არ იცვლის. და თან არის იმიანი, ხო? შეკმაზულია ბოლომდე, თავის ხახვით, თავის ყველაფრით აფრით შეკაზმული არის. ანუ
ძალიან ესეთი, აი ნახეთ, თქვენ ყმაზავთ? კი. აბა ნახეთ სუნი. ხახვის სუნი აქვს, ხო? ნახეთ, რატო აქვს ისეთ მძაფრი ხახვის სუნი? იმიტომ რომ რამოდენიმე საათში ხახვის როცა ესაც არის ხორცში, ის უკვე მჟავდება. და სიმჟავის სუნია. ხახვი, როდესაც არის პროდუქტში, ის აქვს, იქ არის რამოდენიმე საათი შენახვისვა და ყველაფერი ძალიან კარგად აქვს. ძალიან ბევრ ამეს აი ქეთს ვიხრეთ თქვენ წინაშე, თქვენ შრომის წინაშე, იმიტომ რომ აი ამ მდგომარეობაში მოიყვანოთ სამზარეულო ეს არ არის ადვილი. მაგრამ აი შენიშვნები ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც თქვენ რეკომენდაციებს გაძლევთ და გაითვალისწინეთ, უფრო ცოტა გააკეთეთ, უფრო გვიან გააკეთეთ და იცოდეთ, რომ აი როდესაც ნახეთ, ახალია, დილის შეკმაზულია, მაგრამ მომხმარებელი გეუბნებათ, რომ მჟავია. ის მჟავე კი არ არის, უკვე ხახმა გადაიყვანა, ხახვი მოერია, ხახმა დააწნილა ფაქტიურად და მჟავიანობა მოიმატა და უკვე სიმჟავესკენ მიდის. აი ეს სუნი ვიგრძენი აქ ზუსტად. თუმცა ხორცი ძველი არის. ბაღ რესტორანია, ესე იგი ბაღიც უნდა იყოს. აბა თმები გავისწოროთ და გავიდეთ აივანზე. ბაღი, რა თქმა უნდა, მიძინებულ მდგომარეობაშია, ეხლა არაფერი არ ყვავის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გაზაფხულზეა იქნება ძალიან ლამაზი, სიმშვიდე, სიმწვანე, ეს ყველაფერი აი ფანჩატურებია და აქვე არის ტერასა და ალბათ ყველაფერი, როდესაც აყვავდება, იქნება ძალიან ლამაზი და მართლაც უკვე ბაღი ბაღს დაემსგავსება. ეხლა კი ну რას იზამ უკვე ზამთარია და ბუნებასაც დასვენება სჭირდება.